ჟურნალისტი ვახო სანაია Facebook-ში გამოქვეყნებული პოსტის გამო დააკავეს. ჟურნალისტს ხელბურკილები დღეს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დაადეს, წელიწამყვანი იზოლატორში გადაიყვანეს, როგორც მან დაკავებამდე განაცხადა, ის გაჩუმებას არ აპირებს. ცნობისათვის შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო დღეს მოსამართლეს ზვიად ცეკვავამ სანაიასთვის 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო. ვახო სანაია დღევანდელ სასამართლოს სხდომას არ ესწრებოდა.Ებას მინდა ვაცნობო, რომ უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში ვახტანგ სანაიას მიერ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის მესამე ფაქტზე იმსჯელა სასამართლომ. პირველ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახდელის სახით იშვა-მდგომლა ჯარიმის გამოყენება და ასევე ჯარიმის გამოყენება მაქსიმალური ოდენობით. დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე ჩვენი შუამდგომლობა დაფუძნებული იყო სამართალდამღების ქცევაზე. წინა სასამართლო გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ მან გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ასევე შეიცავდა შეურაცხყოფელ გამოხატვას. შესაბამისად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს იყო სასამართლო გადაწყვეტილების უგულებელყოფა და სამართალდამღებითი ქცევის განგრძობადობის მზაობა. მინდა აღნიშნო, რომ ბატონი ვახტანგ სანაია არ ესწრება სასამართლოს სხდომებს, არ იხდის სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმებს და სასამართლო პროცესების პარალელურად აგრძელებს სამართალდამღებით ქცევას. შესაბამისად, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებებს ვერ ექნება ფორმალური ხასიათი, ჩვენი მხრიდან მიჩნეული იქნა, რომ მოცემულ საქმეზე შუამდგომლობის სახით უნდა დაგვეყენებინა პატიმრობის მოთხოვნა, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული იქნა და ვახტანგ სანაია ცნობილი იქნა სამართალდამღებად და შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 14 დღის ვადით. გადაკეტვაზე დამაპატიმრეს წინა ჯერზე, ასევე ამ ეგრეთ წოდებული სამმართველოს შექმნამდეც სტატუსების გამო დამაჯარიმეს, ახლა ამის წინ დამაჯარიმეს ასევე სტატუსების გამო და ახლა პატიმრობის გადაწყვეტილება გამოიტანეს. მე მინდა ერთი რამ თქვა, რომ ჩემთვის აბსოლუტურად სულ ერთია, რას დაწერენ. აი ამ თავის გადაწყვეტილებებში ჯარიმას, პატიმრობას აბსოლუტურად სულ ერთია. მე იქიდან გამოვალ ისევ გავაგრძელებ ჩემი აზრის გამოთქმას. გამოხატვის თავისუფლება არის ჩემთვის უმნიშვნელოვანესი, როგორც მინდა, რა ფორმითაც მინდა, რამდენჯერაც მინდა, იმდენჯერ დავწერ. სულ არ მაინტერესებს მათი გადაწყვეტილებები. ჩემი გზავნილია ივანიშვილის მიმართაც, საზოგადოების მიმართაც, რომ არ გავჩუმდებით. ტყუილად აქვს ამის ილუზია. დამოუკიდებელი მედია და გამოხატვის თავისუფლება პირდაპირ თავდასხმისა და სისტემური ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ამის შესახებ მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი კოალიცია ვახო სანაიას Facebook პოსტის გამო დაკავების საკითხს ეხმიანება. მედია ადვოკატირების კოალიცია გმობს ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მიიღებულ პერსონალურ გადაწყვეტილებას. 22 ივლისს მოსამართლეს ზვიად ცეკვავამ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა იმავე მიზეზით ჟურნალისტის 6000 ლარით დაჯარიმება. ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში სასამართლო ისევე როგორც სხვა სახელმწიფო უწყებები აქტიურად გამოიყენება რეპრესიული კანონების აღსრულებისა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის მექანიზმად. სოციალურ ქსელში გამოთქმული პოზიციის გამო ჟურნალისტის დაპატიმრება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი მედია და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ თავდასხმისა და სისტემური ზეწოლის ქვეშ იმყოფება. მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიასა და თითოეულ ჟურნალისტს, რომელიც საკუთარი პროფესიული საქმიანობისა და სამოქალაქო პოზიციის გამო რეპრესიული მექანიზმების სამიზნე ხდება. ნათქვამია მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.